გულის ზრახვების შესახებ. ყოველთვის სიყვარულით ვილოცოთ ჩვენი ძმებისთვის. და ეს სულში მუდამ სიკეთე და სიყვარული გქონდეს. ადამიანი ისეთ ძალებს ფლობს, რომ ძალუძს მის ირგვლივ ყოფთ გადასცეს ან სიკეთე, ან ბოროტება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ყველაფერს კეთილი თვალით უნდა შევხედოთ. სხვებზე ცუდი არაფერი უნდა ვიფიქროთ. ერთი მზერა, ერთი ამოოხრაც კი გავლენას ახდენს ჩვენს თანამოძმეზე. უმნიშვნელო გაღიზიანებასაც კი ზიანი მოაქვს. და ეს სულში მუდამ სიკეთე და სიყვარული გქონდეს და სხვებსაც ეს გადავცეთ. ყურადღებით ვიყოთ და ნუ აღშფოთდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც რაღაც უსიამოვნებას გვაყენებენ. მხოლოდ სიყვარულით ვილოცოთ მათთვის, რაც არ უნდა ქნას ჩვენმა მოყვასმა, ნურას დროს ვიფიქრებთ მასზე ცუდს. ყოველთვის სიყვარულით ვილოცოთ, ყოველთვის სიკეთე ვუსურვოთ. შეხედეთ პირველ მოწამე სტეფანეს. ის ლოცულობდა, უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. საქმე მოციქულთა მე-7 თავის მე-60 მუხლი. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. არასდროს უნდა ვიფიქროთ სხვაზე, რომ ღმერთი მას ბოროტს მიაგებს ან დასჯის მისი ცოდვების გამო. ასეთ გულის ზრახვას ჩვენ დაგავოცნობიერებლად დიდი ბოროტება მოაქვს. ხშირად ჩვენ ვღიზიანდებით და ვეუბნებით სხვას. არ გეშინია ღვთის სამართლის, არ გეშინია რომ დაგსაჯოს. სხვა დროს ვამბობთ, შეუძლებელია ღმერთმა არ დაგსაჯოს იმის გამო, რაც გააკეთე. ან კიდევ, ღმერთო ჩემო, ნუ მიაგე ბოროტს იმ ადამიანს იმის გამო, რაც მე გამიკეთა. ყველაზე მოთქმულ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ გულის სიღრმეში სხვისი დასჯა გვსურს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ვაღიაროთ ჩვენი მრისხანება სხვისი შეცდომის გამო, ჩვენს აღშფოთებას სხვა გზით ვამჟღავნებთ და თითქოს ვევედრებით ღმერთს მისთვის, თუმცა სინამდვილეში ამით წყევლით მოყვას. და თუ ნაცვლად იმისა, რომ ვილოცოთ, ვამბობთ, ღმერთმა მოგიზღოს, ღმერთმა გადაგიხადოს სამაგიერო იმისთვის, რაც მე გამიკეთე. ამ შემთხვევაშიც გვსურს, რომ ღმერთმა ის დასაჯოს. მაშინაც კი, როცა ვამბობთ, არა უშავს ღმერთი ყველაფერს ხედავს. ჩვენი სულის განწყობა მოქმედებს რაღაც იდუმალი გზით. გავლენას ახდენს ჩვენი მოყვასის სულზე და მას ცუდი ემართება. როდესაც სხვაზე ცუდს ვფიქრობთ, ჩვენგან რაღაც ბოროტი ძალა გამოდის და გადაეცემა სხვას, ისე, როგორც ხმოვანი ტალღებით გადაეცემა ხმა და მართლაც სხვას ცუდი რამ შეემთხვევა. როცა ადამიანს ხვის მიმართ ცუდი გულის ზრახვები აქვს, ამ დროს რაღაც გათვალვის მსგავსი ხდება. ამის მიზეზი ჩვენი აღშფოთებაა. ჩვენ გადავცემთ ბოროტებას იდუმალი გზით. ბოროტებას ღმერთი კი არა, ადამიანების ბოროტება იწვევს. ღმერთი არ სჯის, არამედ ჩვენი სულის უარყოფითი განწყობა საიდუმლოდ გადადის სხვის სულში და ვნებს მას. ქრისტეს არასდროს ცუდი არ სურს, პირიქით, ის გვამცნებს. აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყობდით მომძულეთა თქვენთა. მათეს სახარების მე-5 თავის 44 მუხლი. გათვალვა ძალიან ცუდი რამაა. ეს არის ბოროტი ზეგავლენა, როდესაც მავანს შურს და ძალიან სურს რაიმე ან ვინმე. დიდი სიფრთხილეა საჭირო. შურს დიდი ბოროტება მოაქვს სხვისთვის. ის, ვინც თვალავს, ვერც კი წარმოუდგენია, რომ ცუდს აკეთებს. ნახეთ რა წერია ძველ აღთქმაში. რამე თუ შურის სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა. სიბრძნე სოლომონისა მე-4 თავის მე-12 მუხლი. მაგრამ თუ კაცი ღვთისნიერად ცხოვრობს, ამბობს აღსარებას, ეზიარება და ატარებს ჯვარს, მას არაფერი ავნებს. ყველა ეშმაკიც რომ თავს დაესხას, ვერაფერს დააკლებს. იდუმალი დრტვინვაი არა დაეფარების. ჩვენში არის სულის ერთი ნაწილი, რომელსაც მორალისტი ეწოდება. ეს მორალისტი, როდესაც ხედავს, რომ სხვა უწესოდ იქცევა და ზღვარს გადადის, ამბოხს იწყებს. ხშირ შემთხვევაში კი მას, ვინც განსჯის, თავად აქვს ჩადენილი მსგავსი უწესობა, თუმცა საკუთარ თავს იოლად პატიობს, სხვას კი მაშინვე განიკითხავს. ღმერთს კი ეს არ ესათნოება. სახარებაში წერია, რომელი ასწავებ მოყვასა, თავსათვისა არა ასწავებ, რომელი ჰქადაგებ არა პარვასა, იპარავ. რომელთა მიმართ ეპისტოლე მე-2 თავის 21-22 მუხლები.
შეიძლება არ ვიპარავდეთ, მაგრამ კვლელობას ჩავდივართ. ძრახავთ სხვას და არა საკუთარ თავს. მაგალითად ვამბობთ, ეს უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე. ჰო და ნახე რა დაგემართება. სინამდვილეში გსურს რომ სხვას ცუდი შეემთხვას. როცა ცუდს ვფიქრობთ, მაშინ შესაძლოა ეს სინამდვილეშიც მოხდეს. ერთგვარი იდუმალი და უჩინარი გზით მოყვასში სიკეთისკენ სწრაფვის მცდელობას ვამცირებთ და ვნებთ მას. შესაძლოა ჩვენ ვიქცეთ იმის მიზეზად, რომ გახდეს ავად, დაკარგოს სამუშაო, ქონება და სხვა. ამ გზით არა მარტო მოყვას ვავნებთ, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ვშორდებით საღვთო მადლს. მაშინ ჩვენ ვლოცულობთ, მაგრამ ღმერთი არ გვისმენს. ვითხოვთ და ვერ მივიღებთ. რატომ? ოდესმე გვიფიქრია ამაზე, რამე თუ ბოროტად ვითხოვთ. უნდა მოვძებნოთ რაიმე საშუალება და გამკურნოთ ჩვენში არსებული მიდრეკილება, სხვის მიმართ ავის ფიქრი და უარყოფითი დამოკიდებულება. შეიძლება ვინმე თქვას, მავანის ასეთი საქციელის გამო ღმერთი მას დასჯისო და ეგონოს, რომ ამას უბოროტოდ ამბობს. ეს ძალიან ფაქიზი რამეა და ძნელი გასარჩევია, ვამბობთ თუ არა ამას ცუდი განწყობით. ეს მკაფიოდ არ ჩანს. ძალიან იდუმალი საკითხია თუ რა იმალება ჩვენ სულში და როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს პიროვნებებზე ან საგნებზე. თუმცა ასე როდი ხდება, როცა ღვთისშიშით ვამბობთ, რომ მავანი არ ცხოვრობს სწორად და ვლოცულობთ, რომ ღმერთი შეეწიოს და სინანული მიანიჭოს. ანუ არც ვამბობთ და არც გულის სიღრმეში გსურს, რომ ღმერთმა ის დასაჯოს იმის გამო, რასაც აკეთებს. მაშინ არათუ ცუდს არ ვუკეთებთ მოყვას, არამედ შევეწევით კიდეც. როდესაც მავანი მოყვასისთვის ლოცულობს, მისგან კეთილი ძალა გამოდის, მოყვასში შედის და კურნავს, აძლიერებს და ამხნევებს მას. საოცარია, როგორ გადის ჩვენგან ეს ძალა. თუმცა მართლაც, ის ვისაც შინაგანად სიკეთე აქვს, საიდუმლოდ და ფაქიზად აგზავნის ამ კეთილ ძალას სხვებში. გადასცემს მოყვას ნათელს, რომელიც წარმოქმნის დამცავს სფეროს მის ირგვლივ და იფარავს მას ბოროტებისაგან. როცა სხვის მიმართ კეთილი განწყობა გვაქვს და ლოცულობთ, კურნავთ მას და ვეხმარებით, რათა ღმერთთან მივიდეს. არსებობს რაღაც უხილავი ცხოვრება, სულის ცხოვრება. ამას ძალიან დიდი ძალა აქვს და ძალუც გავლენა მოახდინოს სხვებზე, თუნდაც კილომეტრებით იყოს ჩვენგან დაშორებული. იგივე ხდება წყევლის დროსაც, რომელიც არის უარყოფითი ძალა და მოქმედებს ბოროტის მიერ. ხოლო თუ სიყვარულით ვლოცულობთ სხვისთვის, რა მანძილიც არ უნდა გვაშორებდეს მისგან, სიკეთეს გადავცემთ. ამრიგად, ვერც სიკეთეს და ვერც ბოროტებას მანძილი ვერ აბრკოლებს და შეგვიძლია თვალუწვდენელ მანძილზეც კი გადავცეთ. ამას სოლომონ ბრძენი ამბობს, იდუმალი დრტვინვაი არა დაეფარების. სიბრძნე სოლომონისა პირველი თავის მეათე მოხლი. ჩვენი სულის რხევა საიდუმლოდ აღწევს და მოქმედებს სხვაზე, თუნდაც ერთი სიტყვაც არ თქვათ. შეგვიძლია უსიტყვოდაც გადავცეთ სიკეთე ან ბოროტება სხვას. რაოდენ დიდი მანძილიც არ უნდა გვაშორებდეს მისგან. იმას, რაც არ გამოითქმის, ჩვეულებრივ სიტყვებზე მეტი ძალა აქვს. ღვთისმშობელო, ისე გააკეთე, რომ შენი სახელი განადიდოს. ერთ კერძო შემთხვევას მოგიყვებით. ერთხელ ქალკიდის გავლით სოფელში მივდიოდი. ქალკიდაში მატარებლის სადგურთან ერთი ბიჭი დავინახე, რომელიც ეტლზე იჯდა და ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. ბიჭს ცხენი არ ემორჩილებოდა და მან ღვთისმშობლის გმობა დაიწყო. მე ამან დამამწუხრა და უნებლიეთ ვთქვი, ღვთისმშობელო, გთხოვ ისე გააკეთე, რომ შენი სახელი განადიდოს. 5 წუთში ეტლი ამოტრიალდა და ბიჭი ქვეშ მოიყოლა. ბადაგით სავსე ბიდონი, რომელიც ეტლზე იყო, გაიხსნა და ბიჭი სულ გაწუწა. ბაოშმა თავზე ხელები წაიშინა და კანკალით ტყუილი დაიწყო. ღვთისმშობელო, მიშველე. მე ამას ზემოდან ვხედავდი. ტიროდი და ღვთისმშობელს ვეუბნებოდი. ღვთისმშობელო, რატომ გააკეთე ასე? მე გთხოვე, რომ შენი სახელი განადიდოს, მაგრამ არა ასეთი გზით. გული დამწყდა იმ ბიჭის გამო. ვინანე რომ მე გავხდი მიზეზი იმისა, რაც დაემართა. მე მეგონა, რომ გულობრყვილობით ვთხოვე ღვთისმშობელს, როცა მისი სახელის გმობა გავიგონე, მაგრამ გულის სიღრმეში
შესაძლოა ფარულად აღშფოთდი კიდეც. ერთ შემთხვევას მოგიყვებით გაოცდებით, რასაც გეტყვით სრული ჭეშმარიტებაა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ. ერთხელ ნაშუა დღეს ერთი ქალბატონი თავის მეგობარს ეწვია. სასტუმრო ოთახში ქალბატონმა ერთი მშვენიერი, ძვირადღირებული იაპონური ლარნაკი შენიშნა, რომელიც ყვავილებით იყო სავსე. რა მშვენიერი ლარნაკია, როდის იყიდე? ჩემმა ქმარმა მომიტანა, უპასუხა მან. მეორე დღეს დილის 8 საათზე ქალბატონი, რომელიც თავის მეგობარს ეწვია, თავის ქმართან ერთად ყავას სვამდა. ამ დროს გაახსენდა ლარნაკი, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღტაცებით უთხრა ქმარს. იცი რა უნდა გითხრა? ჩემს მეგობარს ქმარმა ისეთი მშვენიერი, ფერადი, იაპონური ლარნაკი მოუტანა, რომ მთელ სასტუმრო ოთახს ამშვენებდა. იმავე დღეს ქალი ისევ ესტუმრა მეგობარს რაღაც საქმეზე. ხედავს, ლარნაკი აღარ დევს თავის ადგილას. მან ჰკითხა მეგობარს, რა უყავი ლარნაკი? რა გითხრა? დღეს დილით ადრე 8 საათზე ჩემს ოთახში წყნარად ვიჯექი, როცა ძლიერი მტვრევის ხმა გავიგონე. გავედი და ლარნაკი ნამსხვრევებად იყო ქცეული. არავის ხელი არ უხლია, არც ნიავს და უბერავს. თავისით დაიფშნა. ქალს თავიდან ხმა არ ამოუღია. შემდეგ უთხრა, არ ვიცი რა გითხრა. 8 საათზე ჩემს ქმართან ერთად ყავას ვსვამდით და დიდი აღტაცებითა და სიხარულით აღვუწერე შენი ლარნაკი. დიდი მონდომებით ვუყვებოდი. რა გითხრა, ვითომ რაიმე ბოროტმა ძალა მიმოქმედა? ეს მაშინ მოხდებოდა, რომ არ მყარებოდი. თუმცა მიზეზი ეს იყო. ის ქალი ვერ მიხვდა, რომ შინაგანად ბოროტება ჰქონდა. ეს იყო შური, გათვალვა. რაც უნდა შორს ვიმყოფებოდეთ ერთმანეთისაგან, ბოროტი ძალა მაინც მოქმედებს. ეს საიდუმლო რამ არის, მანძილი არ არსებობს, ამიტომაც დაიმსხვრა ლარნაკი. სხვა ერთი ამბავიც მახსოვს, რომელიც ასევე შურის გამო მოხდა. დედამთილს თავისი რძლის შურდა. მას არ სურდა, რომ რძალს რაიმე ლამაზი და მორთული ჰქონოდა. ერთხელ რძალმა ლამაზი საკაბე ნაჭერი იყიდა. დედამთილმა ეს დაინახა და შეშურდა. რძალმა, სანამ კერავს კაბას შეუკვეთავდა, ნაჭერი ერთ სკიურში საგულდაგულოდ შეინახა. კერავიც მოვიდა. რძალი ნაჭრის მოსატანად გავიდა, მაგრამ რას ხედავს? მთელი ნაჭერი ნაკუწებად იყო დაჭრილი, თუმცა სკიური ჩაკეტილი იყო. ბოროტი ძალისათვის არ არსებობს წინაღობა. მას არ აბრკოლებს არც საკეტი, არც მანძილი. ბოროტ ძალას შეუძლია მანქანა მწყობრში იყოს და სრულიად უმიზეზოდ ხრამში გადააგდოს. სულიწმინდის ძალით ხდებით უუნარონი ყოველგვარი ცოდვის მიმართ. მას მიხვდით, როგორ ახდენს ზეგავლენას სხვებზე ჩვენი ბოროტი ფიქრები და განწყობა. ამიტომ საჭიროა ვიპოვოთ გზა, რათა ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ყოველგვარი ბოროტებისაგან გავწმინდოთ. თუ ჩვენი სული განწმენდილია, იგი სიკეთეს ასხივებს. მაშინ ვდუმარეთ, უსიტყვოდ გადავცემთ ჩვენ სიყვარულს სხვებს. ცხადია, თავიდან ეს ცოტა რთულია. გაიხსენეთ პავლე მოციქული. დასაწყისი მისთვისაც ასეთი იყო. ის ტკივილით ამბობდა, რამე თუ არა რომელი იგი მნებავს კეთილი, მას ვყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. რომაელთა მიმართ ეპისტოლე მე-7:19 მოხლი. ხოლო შემდეგ დავხედავ სხვა სასჯულს აასოთაშინა ჩემთა, რომელი იგი წინა განეწყობის სჯულს ამას გონებისა ჩემისასა და წამტყვენავს მე სჯულით ამით ცოდვისაითა, რომელი იგი არს ასოთაშინა ჩემთა. უბადრუ კი მე ესე კაცი, ვინმე მიხსნეს ხორცთა ამადგან ამის სიკვდილისათა. რომაელთა მიმართ ეპისტოლე მე-7:23-24 მოხლები. მაშინ ის უძლური იყო და არ შეეძლო სიკეთის ქმნა, მიუხედავად იმისა, რომ სურდა და ესწრაფოდა მას. ამას ის დასაწყისში ამბობდა, ხოლო როცა თანდათანობით ღვთის სიყვარულსა და მსახურებას მიუძღვნა თავი, ხედავდა რა ღმერთი მის განწყობას, მოიხილა იგი და მასში ღვთის მადლმა დაივანა. ასე შეძლო მან ქრისტეში ცხოვრება. მასში თავად ქრისტე შევიდა და ის, ვინც ამბობდა, არ ძალმით სიკეთის ქმნა, მიუხედავად იმისა, რომ სურს იესო. ღვთის მადლით შეძლო გამხდარიყო უუნარო ბოროტების მიმართ. თავიდან სიკეთის ქმნა არ შეეძლო,
მას შემდეგ კი, რაც მასში ქრისტე შევიდა, ბოროტების გაკეთება აღარ შეეძლო. თანაც გაიძახოდა, ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. გალატელთა მიმართ მეორე თავის მე-20 მოხლი. ამბობდა და სიქადულით ქადაგებდა, ჩემში ქრისტემ დაივანაო. მაშინ როცა წინათ ამბობდა, სიკეთის ქმნა მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. სად წავიდა უბადრუკი ესე კაცი? მორჩა. მადლმა სრულყო თავისი საქმე მასში. უბადრუკი კაცი გახდა მადლიანი. ის მადლმა აღავსო, ვინაიდან ჯერ თავი დაიმდაბლა. მიხვდით, ყველანი ღვთის სულით ხვდებით უნარონი ყოველგვარი ცოდვის მიმართ, რადგან ჩვენში ქრისტე ცხოვრობს. ამიერიდან უკვე მხოლოდ სიკეთის ქმნა შეგვიძლია. ასე მოვიპოვებთ ღვთის მადლს და გავხდებით ღვთიურნი. თუ კი აქეთკენ მივმართავთ მთელ ძალებს, თუ კი ღვთის სიყვარულს დავეშურებით, მაშინ ყველაფერი გარდაიქმნება, ყველაფერი შეიცვლება. ბრისხანება, სიბრაზე, შური, გაღიზიანება, განკითხვა, უმადურობა, მელანქოლია, სევდა, ყველაფერი ეს გარდაიქმნება სიხარულად, სიყვარულად, წადიერებად, საღვთო ტრფიალებად, სამმრთხეთ. ამინ.